მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. Ялена ხოშტარია დაკავება მოხდა მის ცხოვრებელ საფთან, კერძო სადარბაზოში ის ადიოდა სახლში შეხვედრიდან მოვიდა. ჩვენი ოფისი და მისი სახლი არის ერთ ეზოში და ამიტომ აქვე ვიყავით და გავედით ყველანი და შევესწარით მის დაკავებას. როგორც არის ხოლმე ყოველთვის რომ არ გვეუბნებიან სად მიყავთ, სადმე გადაიყვანენ, ალბათ ადვოკატების შემოთამაშონება დაურეკეს და აუცილებლად მას, როდესაც შეასახლებენ რომელიმე ალბათ იზოლატორში, აუცილებლად მოინახულებენ ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, არ ვიცით სად არის გადაყვანილი. კი ბატონო, როგორი გაქვთ თამთა მოლოდინები? ჩვენ ვიცით, რომ აი მეგიდია სამიძის შემთხვევაში იყო, ხო, ზუსტად ანალოგიური შემთხვევა, ანალოგიური მიზეზი და ბრალდება, მაგრამ აი მეგის შემთხვევაში გირაო გამოიყენეს აღკვეთი ღონისძიების სახით. აი ელენეს შემთხვევაში როგორი გაქვთ მოლოდინები? რას ფიქრობთ თქვენ? დიახ, ზოგადად ელენე ხოშტარიას ქმედება ზუსტად მიმართული იყო იქით, რომ სოლიდარობა გამოეცხადებინა მეგისთვის, რომელიც აბსურდული ბრალდებით დააკავეს და სისხლის სამართლის დანაშაულით. ესეთი შემთხვევა ჯერ არ მომხდარა, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს, რომ ოპოზიციური პარტიის ოფისებს, ბანერებს როგორ არბევენ და აზიანებენ ხოლმე ყველა წინასაარჩევნო კამპანიის დროს. ეს მათი ქმედება ეხლა რუსული რეჟიმის ქცევა მიუთითებს იქითკენ, რომ ისინი რაღაცნაირად პანიკაში არიან და ცდილობენ ადამიანები დააშინონ მეგის ასეთი ფორმით დაკავება და სისხლით დაკავებაც სწორედ ამას მიუთითებს. ცდილობენ დააშინონ მოქალაქეები, რომ ზედმეტი არავინ არაფერი არ გაბედოს. თორემ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით გამოცდილებით, რომ იმ საღებავების მოშორებაც და მარკერის მოშორებაც ძალიან ადვილად და მარტივად არის შესაძლებელი ამის წინასაარჩევნო ბანერიდან. კი ბატონო, აი ზოგადად რა პრეცედენტს ქმნის მაშინ თამთა, როგორ ფიქრობთ ქართული ოცნება, აი ზუსტად ესეთი აი აბსურდულ საქმეებზე, რომ სისხლის სამართლებრივ დევნას იწყებს? დიახ, მათი ქმედებები ზოგადად ლოგიკას არ მიყვება და მაგიტომაც არ ვიცით ჩვენ ახლა რეალურად ელენე ხოშტარიას 2 დღის მერე გამოუშვებენ სასამართლოდან გირაო იქნება თუ რა იქნება, იმიტომ რომ ისინი სამართლებრივი ჩარჩოებიდან დიდი ხანია უკვე გასულები არიან, ამიტომ ჩვენ წინასწარ გვიჭრის პროგნოზის გაკეთება. ერთადერთი რაც ვიცით და რაც შეგვიძლია ვთქვათ, ის არის რომ ეს არის პირდაპირ რუსული რეჟიმის ქცევა, ასე ხდება რუსეთშიც, ასე ხდება საქართველოშიც და ზუსტად ამის გამო არის, რომ ჩვენ ამდენი დღე არის გავართ ქუჩაში და გვინდა რომ ეს უკანონობა და ეს რეჟიმი შევცვალოთ აი ესეთი თავისი შინაარსით, როგორიც არის, იმიტომ რომ ქართული ოცნება თავისი ფორმით, თავისი ადამიანების შემადგენლობით, მათი ქმედებებით აბსოლუტურად შეუთავსებელი არის რაიმე სახით ევროპასთან, ევროკავშირთან და რამე დემოკრატიასთან. კი ბატონო, მადლობა, ძალიან დიდი მადლობა.